კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში ამ სახელწოდების ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. ნინო თანდილაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ბუნებრივი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ჩვენ გვაქვს შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც საშუალება გვაქვს, რომ ერთის მხრივ გავაცნოთ ის პროგრესი, რაც გვაქვს ბუნებრივი საფრთხეების მართვის მიმართულებით და მეორეს მხრივ თუ როგორ შეიძლება რომ გაძლიერდეს კოორდინაცია და თანამშრომლობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს შორის, როგორც ბუნებრივი საფრთხეების მართვის მიმართულებით, ასევე მოსახლეობის ინფორმირების ნაწილში. მოგეხსენებათ, გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობს კლიმატის მწვანე ფონდთან, შვეიცარიის მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა ხელი შეუწყოს ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას და ქვეყნის მასშტაბით კატასტროფების რისკების შემცირებას. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ადრეული გაფრთხილების სისტემების გარდაქმნას რეალურ და პრაქტიკულ სამოქმედო გეგმებად, თემებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე. ამასთანავე პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია სატელიტური მონაცემებისა და საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის ინტეგრირება ადგილობრივ დონეზე მოქმედ ოპერაციულ სისტემებში, რაც ზრდის მზადყოფნასა და რეაგირების ეფექტიანობას. აღნიშნული პროექტი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და დღეს ჩვენ ვუმასპინძლებს წარმომადგენლებს 45 მუნიციპალიტეტიდან. აღნიშნული პროექტი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და იმედს ვიტოვებთ, რომ წარმატებით განხორციელდება მომავალშიც.